ალფა პვპ შიშის, შფოთის, ეჭვიანობის, დევნის მანიის, პარანოიის ნარკოტიკი. სალამი მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს საქართველოში ალბათ თუ ნარკომომხმარებლების რიცხვს ავიღებთ, ალბათ 70% აი ამ საშინელი ნარკოტიკის მომხმარებლებია მეგობრებო. და რას უშვება ხო ზოგადად ეს ნარკოტიკი, ანუ ადამიანს რას ართმევს, ყველაზე მნიშვნელოვანს სიმშვიდეს ართმევს. მე არ მახსოვს ალბათ რავი დამეთანხმება ეხლა ის ადამიანი ვინც ამ ნარკოტიკს მოიხმარს, რომ ბოლოს როდის იყავე მეგობარო აი მშვიდად ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, როდის ჭამე გემრიელად საჭმელი, როდის გეძინა, როდის გაისეირნე ქუჩაში მშვიდად. ყველაფერი გამოწვეულია იმისგან, რომ აი ეს ნარკოტიკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი შეგაშინოს, კუთხეში მიგიბწყლიოს. რაც არ უნდა არ დამეთანხმო ეხლა, რომ ეს ეგრე არ არის, ეგრეთ წოდებულ პრიხოდზე, აბა გაიხსენე შენი თავი, რომ სულ ფანჯარაში იყურები თუ არა, ან სულ ეგრეთ წოდებულ კარის გლაზოგში დგალხარ თუ არა, ლაპარაკობ თუ არა ჩუმად, ხარ თუ არა სულ ეჭვებში, რომ აი ვიღაცა ეხლა მოვა, ან ვიღაც ერთი მეგობარი მეორეს წერს პოლიციაში რო არ დაგიჭირონ. ეგეთი ნარკოტიკია მეგობარო ეს საშინელი და ბოლოს რას გიშვება ხო? ბოლოს ფსიქიატრიულის ერთ-ერთ ოთახში დაგტოვებს უბრალოდ მხოლოდ მარტო შენ შიშებში, შენს ეჭვებში, შენს პარანოიაში და შეიძლება ფსიქიატრიულ ერთ ოთახში გაატარო ერთი თვე, შეიძლება ერთი წელი, შეიძლება მთელი ცხოვრება. ამიტომ კარგად დაფიქრდი მეგობარო, ეხლა რასაც აკეთებ, ეს საერთოდ არ არის გართობა და ნუ გონია რომ შენ არ დაგემართება. გულწრფელად გეუბნები სრული პასუხისმგებლობით, ეს ისეთი ნარკოტიკია, რომ ყველაზე ერთნაირად მოქმედებს. არ არის რომ ვიღაცაზე სხვანაირად მოქმედებს, ვიღაცაზე სხვანაირად. დროის მომენტია მეგობარო, თუ ვიღაცას დაემართა ერთ თვეში და შენ არ დაგემართა, 2-3 თვეში იგივე შედეგს მიიღებ. და შედეგში გულისხმობ, რომ დაგეწყება აი ეს პარანოიები, პირველ რიგში დევნის მანია, დაშლი მთლიანად სახლს. მე ხალხი მირეკავენ უკვე და აი ხალხი სახლში მას ხეებს ჭრის, რომ გონიათ, რომ ხეზე კამერა აყენია და ზევით ვიღაცა უთვალთვალებს. ხალხმა დაშალა სახლში უკვე სარიცხის მანქანები, ტელევიზორები და იმას ხან მეუღლეს, ხან დედას მეილებს უმოწმებენ, მობილურებს უმოწმებენ, რომ აი ის მიწერეს, ეხლა რა ხდება, აი ამ სიგიჟეში არიან. და წარმოიდგინე ფსიქიკა რა დღეში არის ამ ადამიანების და ბოლოს უკვე ოჯახის წევრები იძულებულები არიან, რომ ფსიქიატრიულში დარეკონ, იმიტომ რომ საზოგადოებისთვისაც საშიში ხდება ზოგადად ესეთი ადამიანი. ამიტომ ნუ მიიყვან მეგობარო თავს იმ დონემდე, რომ იქიდან გამოსვლა შემდეგ ძალიან რთული გახდეს, ან შეუძლებელი გახდეს. და შეუძლებელს გულისხმობ, რომ უბრალოდ შეიძლება ფსიქიატრიული გახდეს შენი სახლი. ამიტომ კარგად დაფიქრდი მეგობარო, დღეს თუ მოიხმარ იმ პრეპარატს, ღირს თუ არა გაგრძელება, თუ ჯობია სახლში მიხვიდე, დახმარებად ხოვო და უთხრა, არ არის სირცხვილი, არც სისუსტე, რომ ცუდათავარ დამეხმარეთ. ჯობია ეხლა გადადგა ეს ნაბიჯი, ვიდრე მომავალში ძალიან ძვირი დაგიჯდეს. მე ყველას გისურვებ ჯანმრთელობას. მადლობა.